მულტიმედია დიპლომატიის ინსტიტუტის ინიციატივით მედიის წარმომადგენლებისთვის ჩატარდა პირველი მრგვალი მაგიდა, რომელიც 27 სექტემბერს მიეძღვნა. შეხვედრის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა კოლეგების ინფორმირებულობა ინსტიტუტის პრეისტორიაზე მედია პოლიტიკის მიმართულებით. ასევე რა სამეცნიერო შრომებია შექმნილი და როგორ შეიძლება დაგროვილი ცოდნის და გამოცდილების უფრო ეფექტიანი გამოყენება. როგორც შეხვედრაზე ითქვა, მსგავსი საუბრები მიზნად ისახავს ინსტიტუტის თანამშრომლების განვითარებას აფხაზეთიდან დევნილ ჟურნალისტებთან და იმ პიროვნებებთან, რომლებიც ხელს უწყობენ საინფორმაციო პოლიტიკის დაგეგმარებას და რეალიზებას. ძირითადი ამოცანა დღევანდელი დღის რა არის, რომ ესე იგი ჩვენ მეგობარ ჟურნალისტებთან ერთად, ხო, შევაფასოთ გარკვეული უშუალოდ ვითარება დღევანდელი როგორ არის, რანაირად არის და გარკვეული საინტერესო ინიციატივები გვაქვს, თუ რა შეიძლება გააკეთოს დღეს მედიამ, ხო, ესე იგი სამშვიდობო პროცესის გასაძლიერებლად, რა. იმიტომ რომ ჩვენი უნივერსიტეტი გააჩნია ამას ამაზე ძალიან ძლიერი კვლევითი კომპონენტი. კვლევები არის ძალიან ბევრი ჩატარებული აფხაზეთის უშუალოდ მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად დადგება ის დღე, ის დრო, როცა საქართველო მშვიდობიანად გაერთიანდება. ამის საფუძველს აძლიერებს ბოლო 5 წელი მსოფლიოში და რეგიონში მიმდინარე რთული პროცესები, რომელიც საქართველომ უნდა გამოიყენოს მშვიდობიანად, პრაგმატულად და ოსტატურად იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოს დემოკრატიული და მშვიდობიანი გაერთიანება. უფრო ხშირად უნდა ხდებოდეს ასეთი თემებზე გარკვეული აზრის ჩამოყალიბება, გარკვეული მესიჯების და გაგზავნა უნდა ხდებოდეს აუცილებლად ადამიანების დაინტერესება იმ თემებით, რაც მსოფლიოში ხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება უბრალოდ ჩვენი საზოგადოება არ აღმოჩნდეს გარკვეული პროცესებისთვის მომავალში. მედიის ჩართულობა საერთოდ ყველაფერში აუცილებელია, ყველა საკითხში, იმიტომ რომ მედია არის ასე ვთქვათ საზოგადოებრივი ინტერესის მამოძრავებელი ძალა ქვეყანაში.